არის იმედი მაქვს. ჩვენ უკეთეს საქართველოს ვერ დაგიტოვეთ და მოდის. მოგესალმებით მეგობრებო, გამოგვივიდა ძალიან ხანგრძლივი, არც თუ ხან მოკლე პაუზა ეპიზოდებს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის ამის მიზეზი. პრინციპში არც არავის აქვს იმის ხალისი, რომ აკეთოს ის საქმე, რომელიც ძალიან უყვარს, იმიტომ რომ ყველანი ვართ გადართული სხვა ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მძიმე პროცესებზე, რომელიც მიდის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მიმაჩნია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი პოეტი და ალბათ ყველაზე დიდი თანამედროვე ქართველი პოეტი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაშიც გახდა სისტემის მსხვერპლი და ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ შესჯახებია ამ სისტემას და მიუხედავად ამისა, მან მოახერხა, რომ დარჩენილიყო კარგ ადამიანად, დიდ პოეტად და გადასარევ მთარგმნელად. მოკლედ, ზვიად რატიანი იქნება გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი. დავიწყოთ? ზვიად ბატონო, ისეთი დრო და ის არის, რა ქვია, კონტექსტი, რომ არა მხოლოდ ამ დროს კი არ გულისხმობ რა ბოლო წლები, რაც გამოიარე განსაკუთრებით შენ, ძალიან ლოგიკურია, რომ დავიწყოთ ჩვენი ლაპარაკი იმით, რომ როგორ ხარ? კარგად. ბოლო 8 დღიანი პატიმრობა გქონდა. მაგის მერე კიდე შეხლა შემოხლა ვიღაც ხალხთან. შეხლა შემოხლა არა, თავდასხმა. იმის წინ გაგაქციეს ქვეყნიდან და მიუხედავად ამისა ამბობ, რომ კარგად და რას გულისხმობს ეგ კარგად ყოფნა. რასაც ვამბობ, იმას გულისხმობ. გარდა ის ბუნებრივი უხერხულობისა, რომ ჩემს რაღაცა მცირე ტრავმებზე ვფოკუსირდეთ, როცა ბევრი ადამიანი დაშავდა უფრო მძიმედ, უფრო ახალგაზრდა და თავისთავად რაღაც ამაზე ყურადღების გადმოტანა არ მინდა. გარდა მაგისა, მართლა გაცილებით უკეთ ვარ, ვიდრე წარმოვიდგენდი, როცა ეს ამბები მოხდა ფიზიკურად. იგი მის გათვალისწინებით, რადგან თვითონ აღმოჩნდი პერსონაჟი ამ ამბის, მე ხომ ახსოვს ყველაფერი მწყობრად შეიძლება არა, იმიტომ რომ რაღაც ქაოტური ამბებია და წამებში ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ ფიზიკურად ბევრად უკეთ იყო. ყოველ შემთხვევაში ისეთი კვალი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ დაუტოვებია, რასაც ტკივილგამაყუჩებელი ვერ შველოდეს და სახში მიმაბას თუნდაც მცირე ხნით ცოტა მიჭირს სიარული, სიცივის ბრალიცა და ჩემი ასაკისაც ალბათ არ ვარ უკვე ისედაც ჯამთელი კაცი ძალიან. არც ავატყოფი, მაგრამ ერთმანეთს ემატება და ეს დისკომფორტი არის, მაგრამ დავდივარ ახლა ერთი დღე გუშინ მივეც თავისუფლება, რომ ცოტა ხანი დამესვენა და ისიც კენჯნი და სინდისი უბრალოდ საჭირო იყო, რომ შემდეგ დღეებში აი სინდისის კენჯნა მეც მაქვს სადღაც ნევლო თუ გარიყავი როგორც არის. ხან გევლო ხან გარიყავი ადამიან. მოძრაობთ ხოლმე. ტკივილ გამაყუჩებელიო, რო თქვი, რომელიც ჩველის შეტკივილი. მე არ მინდა ახლა პოეტურობაში გადავიჭრა. პოეზიაში, სადაც ზვიად რატიანიზის იქ, მაგრამ მაინც ეგეთ მეტნაკლებად პოეტურ კითხვას დაგისვა. რა ტკივილები აქვს ახლა ადამიანს შენი აზრით, რომელსაც ეგ ტკივილგამაყუჩებელი ვერ შველის? შენ რა ტკივილები გაქვს, რომელსაც არ შველის ახლა აბი? ისეთ მდგომარეობაში ვართ მართლა ობიექტურად. დიდი ხანია ვართ, მაგრამ შარშანდელი გაზაფხულიდან მოყოლებული, წლევანდელი გაზაფხულით გაგრძელებული და ეხლა უკვე არჩევნების შემდეგ იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ფიზიკური ტკივილი როგორი მძიმეც არ უნდა იყოს და არა თუ ისეთი რაც მე მაქვს ახლა მართლა არ არის ისე დრამატულად ჩემი მდგომარეობა ფიზიკური, ხო? ფიზიკური ნებისმიერი ფიზიკური ტკივილი გაცილებით უფრო გაყუჩებადია ვიდრე ის, რასაც განვიცდით, ან ოპტიმიზმი არ იყო ჩემი ძლიერი მხარე არასდროს და რაღაც ეს ინტეგრირებული ვარდისფერი სათვალე რაღაცნაირად არ მქონია და უფრო არ ვიცი იმის შიშით, რომ მე გაწმილება არ მოყვეს თუ რატომ ხდება, მაგრამ უფრო უარესად ვხედავ ხოლმე, თან მე გამოცდილებით ვლაპარაკობ არა მარტო დღევანდელ პროცესს, როგორ ვხედავ. რაღაცეები უარესად წარმომედგინა და უფრო დროში გაწელილად და დაუძლევლად, ვიდრე მომხდარა ხოლმე, ანუ მე უფრო მუქფერებში ხედავდი. გამოცდილება მართლა არის, იმიტომ რომ მართლა უმეტესობა რაც გადამხდა და მეც რაღაც ასაკობრივად დავემთხვი ძვრებს, რაც საქართველოში ხდებოდა 35 წელია უკვე, რაც
აი ამ ყველაფერს ყველა როგორც ყველანი, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანები ან უფრო უფროსები თავიდანვე მოყვებიან ამბობ. თან მე აბსოლუტურად არაპოლიტიკური ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მაინტერესებს რა ხდება, სულ მაინტერესებს და როცა აუცილებლობას გვძლობ მონაწილეობ, როგორც ერთი კაცი მრავალთა შორის ეს ლიდერის არც თვისებები დამყვა და არც სურვილი და არც საკუთარი თავის ისეთი წმენა, რომ მომეწონოს რაც ვილაპარაკე, მე თვითონ სულ გადასინჯავს და რატო თქვი ასე და რატო სხვანაირად არ თქვი და აი ამ ბუღალტერიის და იმის კენჯნის აკიდება აღარ მინდა ხოლმე ხო, მაგრამ ეხლა არ ვიცი, ეხლა უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ. ისინი დამარცხდებიან, ისინი დროის ამბავია, ჩვენ უბრალოდ ეს დრო ძალიან ძვირად გვიჯდება. ყოველ დღიურად ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ და მტკიცენი არ ვიყავით, ისინი თავისთავად უბრალოდ რაღაც ხო წაგვიკითხავს ისტორიიდან, რაღაც ხო ვიცი, თუ სერიალი უნახავს ზოგს ბოლო-ბოლო თუ არ წაუკითხავს, ხო? არ მთავრდება ასე ვერ ამთავრებენ, მით უმეტეს ისეთ პატარა სოციუმში, როგორიც საქართველოა. მაინც ეს ჩვენი მენტალური ველი ხო, ეს ნათესაური კავშირები, შორეული თანაკლასელები და მეზობლები და ერთი უბედურება, როგორღაც თითქმის მთელ ქვეყანას წვდება და ასე ვერ გადაუჭერა აი ამ იმებს შურუპებს მოუწყდებათ. თუმცა თავად რომ დამარცხდნენ, ეს არ იქნება ჩვენი გამარჯვება, ჩვენი ბრძოლის გარეშე, თორე დამარცხდებიან ჯერ ის დროც გვენანება, რა დროც ამას დაჭირდება ბუნებრივად, სხვაგვარად ვერ მთავრდება. ჩვენ მაინც უდგებით ხოლმე როგორც ადამიანებს და კიდე რაღაც გვიკვირს, არ არიან ადამიანები, ზოგიერთს მეც კი ვიცნობდი, ზოგიერთს შენი ცნობდი. ის რაც გვახსოვს, რაც იყვნენ, რაც უცხოვრიათ, ის არის წაშლილი. არის რაღაც ძველი რუსული სოციალური ინჟინერია კომუნისტებამდე ბევრად ადრე შემუშავებული და მერე გადაფორმატებული, რომელიც მოერგო აი ამ მასას. აბსოლუტურად არასე ყველაფრისგან დაცლილ გადაგვარებულ ფანტომებს. მე მართლა მაქვს ეგეთი განცდა, რომ ბოლოს და ბოლოს აი როგორ უნდა მოგერიონ ანის ერთი კაცი, ვიზეც არის ჩამოკიდული ახლა მთელი ეს უბედურება, როგორ უნდა მოგერიოს მისი გაქანება, ჩვენ ხო ვიცით. მე რომ მომცე ახლა იმაზე ორჯერ მეტი შემოსავალი, რაც მართლა მჭირდება, არ ვიცი, ჩემ თავში რა დატრიალდება, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე რაღაცა უნარები თუ არა გადამზადებული ადამიანი ვარ, ბევრ სხვადასხვანაირი ფორმატის საქართველოში მიცხოვრია, კარგი არც ერთი არ იყო, არც ერთი არ მომწონდა. თავიდან გამსახურდიას ხელისუფლებით დაწყებული არც ერთი, მაგრამ ეხლა აღარ ვსაუბრობთ ცუდ თუ უარეს პოლიტიკოსებზე და არ ვსაუბრობთ თუნდაც კორუმპირებულ, ეს არის აბსოლუტური დაღუპვა. ძალიან დიდხანს ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება, ეხლა თუ ვერ დავდექით, მაგრა და ეს ძალა კიდე მართლა ენერგეტიკების და რაღაცების არ მჯერა დიდად, მაგრამ მოქმედებს რა ბუნებრივი ძალა არის ეს წინააღმდეგობა ამ ახალგაზრდებს ხო ვერ გააქრობს და იმედი ამათ ეკნებათ ჩემ თაობაზე, ჩემს შემდგომ თაობაზე, მით უმეტეს ჩემს წინა თაობაზე უფრო ხანგრძლივი მეხსიერება, იმიტომ რომ ყველაფერი შერჩა ამ ქვეყანაში, ყველა უბედურება შერჩა და კი ვთვლი რომ ადამიანი საკუთარი წარსულის ჯვარზე არ უნდა აცვა, თუ გამოსწორდა და სხვანაირად იფიქრა, მაგრამ მაშინვე პოლიტიკაში შევარდნა და ვითომც არაფერი მომხდარა კიტოვანებით დაწყებული დღემდე გახარიათი გაგრძელებული ცუდი მაგალითია ვიღაც მეათე ხარისხოვან მოსამართლეს რიღასი უნდა შეეშინდეს, როცა ამდენ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს ხო რობოტივით. თაობები რახან ახსენე. მე როგორც შენგან ვიცი, შენ პირველად ფიზიკურად ხელკეტი მოხვდა 89-ში, ხო? 18 წლის ასაკში. 89-ის თებერვალში 9 აპრილამდე ცოტა ადრე საბურთალოზე იდგა სერგო ორჯონიკიძის ძეგლი და იქ გაიმართა საპროტესტო აქცია. მაშინ ხალხმრავალი გვეგონა, მაგრამ ეხლა რომ უყურებთ ხალხის სიმრავლე რასაც ნიშნავს, ძალიან ცოტა ვიყავით და იქ მაშინ მამუკა მდინარაძე არ იყო. ხელკეტები მაშინ მე არ მახსოვს, უცებ მოხდნენ, შემოგვესიენ მილიცია და კომკავშირლებიც იყვნენ, მაშინდელი კომკავშირელი აქტივისტები და უფრო იყო შეხლა შემოხლა ბუჯლუგუნები და მეც მე ეგეთი არ ვიცი, ხა ბედისწერის და კარმის და იმების კი არ მჯერა, მირჩევნია შემთხვევითობებს მივაწერო, მაგრამ ყველა ისე ისტორიულ დარბევაში აღმოჩნდი და არა და აი 18 წლის რო არ ვიყავი ამისთვის მზად, ანუ არც ისე წინა ხაზზე და არც ისე ფოკუსირებული, რომ ხო, მაგრამ ხო ხვდები რომ წინა ხაზზე მყოფებს არ აკმარეს
ეგ ამბავი და ყველას მიდი. კი, არ ვიცი რა არის ამათთვის ახლა აი მართლა ამათნაირებისთვის საერთოდ განათლება წიგნი ეს ყველაფერი არის წითელი ნაჭერი როა უფრიალო თუნდაც არ იყოს ის მდგომარეობა ისე გამწვავებული როგორც დღეს არის მაგრამ მათთვის ეს არის პირადი საფრთხე და მე განათლებას რო ვამბობ არ გულისხმობ განათლების იმ სტანდარტს რასაც მე განათლებას ვეძახი გაუნათლებელი მე ვარ ეგენი არიან უფრო დახურული სიახლისადმი ნებისმიერი ინფორმაციის სინათლის წიგნის ახალგაზრდების ძულთ იმათ ძულთ უბრალოდ ვერ ბედავენ უარესი ტალღა მოყვება იციან თორე ტყუის მსროლელი არიან ნებისმიერ წამს და წუთს ეს შიში რო არ აკავებდეთ ამათთვის ეს ჩვენ ვართ საფრთხე შენ მე ახალგაზრდები მით უმეტეს შენ რო იყავი 18-ის და იდექი აქციებზე რისი გჯეროდა მაშინ რომ რა მოხდებოდა რატო იდექი და მე როგორც მეხვდები და რაც შენი ეპოქალური მე შედევრს დავარქმევ ჩვენ მე არ ვიცი როგორ უყურებ მაგნუმ ოპუსებს და საკუთარ შემოქმედებას ესმის რომ ისეთი თავდაბალი ადამიანი ხარ მაგრამ რაც ნეგატივში წერია ფაქტია რომ შენ თაობებმა იმედი გაგიცრუეს უпростоრად რაც მოხდა რა შედეგიც მოიტანა დამოუკიდებლობამ თუნდაც იმ დროებამ ხელისუფლებებმა იმედი გაგიცრუეს შეიძლება ვწდები და შემისწორი მაგრამ 18 წლის რო იდექი ეროვნული მოძრაობის ლიდერების გვერდით რისი გჯეროდა მაშინ არა მაშინ ძალიან იმედიანი და გულუბრყვილო ვიყავი და ჩემისთანა 18 თუ 17 თუ 19 თუ 20 წლის ადამიანი იყო უამრავი და მაშინ იმის განცდა ისტორიაში შუაგულ ისტორიაში ხარ მაშინ არ მქონია და მანამდე ჩემი სკოლის პერიოდი, სკოლაში სწავლის პერიოდი მაინც 80-იანებს დაემთხვეთ პერესტროიკას რაღაცები ან აქვე ოპერასთან სომეხი საყვარელი კაცი იყო ერიკა რომელთანაც ფირფიტებს შეიძენდი და გზაში არავინ დაგიჭერდა Pink Floyd თუ Led Zeppelin თუ BB King რომ იმქონდა სახში ანუ ისეთ პერიოდს დაემთხვა რომ საბჭოთა კავშირი მილევად რეჟიმში იყო და თან დასაცინი და თან საქართველოში დიდად პიონერობა და კომკავშირობა სერიოზულად არც ერთ თაობას არ აღვქვია და განსაკუთრებით ჩემსას ანუ რაღაცა მზაობა მქონდა ოღონდ ის რომ 2 წელიწადში და საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებდა ამის განცდა არც მე მქონდა და როგორც ხვდები არც იმ ლიდერებს რომლებიც ამ მოძრაობას წინამძღოლობდნენ იცი რა ეგ საინტერესო რაღაც არის იმიტომ რომ ჩვენ ახლა ადამიანები აქ რო დგანან ზოგს ალბათ აქვს განცდა რომ აი ხვალ შედეგი უნდა და თქვენ გამოდის რომ იქ იდექით იმ მომენტში იქ და მაშინ და არ ქონდათ იმის განცდა რომ თუნდაც 2 წელიწადში დამთავრდებოდა ეს დამთავრდებოდა არა მაგრამ მეორე მხრივ არც ისეთი მიუხედავად ჩემი რომ თქვი რაღაც არც თუ ოპტიმისტური ბუნების არც იმას ველოდე რომ ამდენი სისხლი მოყვებოდა ამას ამდენი უბედურება და განუკითხაობა ჩვენ ხო საიდან მოვდივართ რეალურად თავი რომ დავანებოთ თბილისის ომს აი ომებს და სროლას ჩვენ ის ხალხი ვართ ვინც ლიანდაგი არ დავტო რელსი არ დავტოვეთ და ყველაფერი სახში წაიღეს 1 წელიწადში ყველა დააზგა ყველა ქარხნიდან რაც კი იყო მატერიალურად რაიმენაირად ღირებული 2-3 წელიწადში ეს ყველაფერი გააჩანა ჩვენ ვართ ის ხალხი მე პირადად არც შესაძლებლობა მქონდა ამისი არც საზრიანობა და არც რატომაც არა ოჯახის შვილობა რომელიც ოჯახიც იყო ერთი ჩვეულებრივი ნორმალური წიგთან ახლოს მყოფი მშობლები თორე მე არ მყოლია პირდაპირ მნიშვნელობით რეპრესირებული წინაპრები და ანუ ეს ოჯახური შლეიფი შთამომავლობითი არ მომდევდა მაგრამ ძალიან ბევრი სისხლი უამრავი ადამიანი მე ეს ჩემს ახლოსაც მოუკლავ თბილისში და არა სოხუმში ან არა ომის დროს თბილისის ომის დროს ადამიანი ჩვეულებრივ ამბათ იქცეოდა მე ვერ მეკცა ჩვეულებრივად მაგრამ ვაბრალებდი გულუბრყვილობას და მეტისმედ ოპტიმიზმს და იმედიანობას რაც მაშინ გვჭირდა როდის დაკარგე ეგ ოპტიმიზმი მალევე თბილისის ომამდე თუ 91 აი ამ პერიოდში სრულიად კონკრეტული რაზე საუბარიც აღარ ღირს ბოლოს და ბოლოს არის რაღაც ცოტას ჩემი აზრით გადაცემები რომლებიც ფოკუსირებული არის აი ამ პერიოდზე ხო იქ ფიგურანტები მე ვიყავი ერთ-ერთი არავინ და
თანაც ახალგაზრდა გამოუცდელი თვითონ ფიგურანტები სხვა რამეს ხვებიან ძირითადად ან კიდე რომ საწყობთ ისეთი რაღაცებიც აღარ ახსოვთ მე უფრო მახსოვს როგორ ხდებოდა მაშინ და ყველას ბრალი იყო ეს სროლ ანუ ეს ტყვიაში და სიკვდილში გამოიხატება მთელი ის საშინელება იმისა სადაც ჩვენ მივედით ვიღაცები ძარცვობდნენ საქართველოს ვიღაცები ერთმანეთს ხოცავდით საშინელებები იყო და არ ვიცი მეც რა ბევრი ჩემ გარშემო დაიღუპა შეეწირა ამ წლებს ხო ადამიანები ახლო ადამიანები ჩემი უახლოესი ნათის ძმასავით დეიდაშვილით დაწყებული უამრავი ნაცნობ მეგობრით და მაშინ გაცილებით მეგობარ უხვი ვიყავი ვიდრე დღეს ვარ უფრო ჩაკეტილი ასაკში ეგ მეგობარ უხვობა და ბევრიც კიდე წავიდა და მე რაღაცნაირად ვჩებოდი არცად წავს მაშინ არ წავსულ არცად ეგ მეგობრები რამ გაფანტა გარდა დროისა ფიზიკური როგორც ხდება ხოლმე სიტუაციური მეგობრები თუნდაც ძალიან ახლო თუნდაც სკოლის ინსტიტუტის შეიძლება რომ გაყაროს მაგრამ ეს სიტუაციური მეგობრები როცა რაღაც ჯგუფურ კონტექსტში აღმოცენდებიან ეს ეროვნული მოძრაობა ყველა ერთმანეთს იცნობს ზოგი უფრო ახლოვდება რაღაც რამდენიმე გასაუბრებით მეც სიახლოვეს იპოვის და ბუნებრივად გაიფანტნენ დიდი ნაწილი ისევ პოლიტიკაში განითესა სხვადასხვა პარტიებში სხვადასხვა მოდიფიკაციის სხვადასხვა პარტიებში მე ჩემი სინანულები მქონდა არაფერი დიდი არ დამიშავებია თუ ბევრი დამიშავებია მაგრამ რაღაც ადამიანებთან პირად ცხოვრებაში მაგრამ საჯარო ამბებში დიდი ცოდვები არ უნდა მქონდეს ხოლმე ისეთი რაც ცდება კოლექტიური იმის ამბებს რომ მეც ერთ-ერთი ჭანჭიკი ვიყავი ამ მასაში გულის გატეხვაც იყო და ხელის ჩაქნევაც იყო მაგრამ როგორც კი რაღაც მწვავდებოდა მაინც გული არ გიძლებს და თუმცა იშვიათად ყოფილა იმ თავიდან მოყოლებული განცდა ჩემში რომ 100% მართალი ვარ ესეთი შეუმცდარობის განცდა ესეთი აი შავით თეთრზე თუ ესეთი დაღეჭილი ბოროტება რაც ახლა ჩვენს წინ არის და ჩვენს წინააღმდეგ ასე მართლა არ ყოფილა იმიტომ რომ რუსეთში არავინ ღიათ არ მიგათრებდა ამხელა ძალადობა არასდროს არ ყოფილა თორემ მე არავინ მიყვარდა და არ მომწონდა მართლა გულწრფელად არ მომწონდა ახლა ეს უკან არის წვით არა იცი რა შენი პირველი კრებული იყო 91-ში 12 კრებული 13-ში ხო დაბეჭდვა ოდნავადრე დავიწყევთ 12 უნდა ყოფილიყო ეგეთი რომელიღაც ავტორის ფრაზა მაქვს მოსმენილი როცა წერალს არ შეუძლია შეაჩეროს უსამართლობა მას შეუძლია რომ ამაზე მოყვეს უსამართლობას როცა ვამბობ გულისხმობ მათ შორის აი ტყვის როლასაც ლიანდაგების მოპარვასაც აი ამ ზის ბოროტებას იყო შენი კალმის ხელში აღება დაკავშირებული იმასთან რომ თუ რაღაცას ვერ ცვლიდი რეალობას თუ ვერ ცვლიდი მაშინ უნდა მოგეყოლა ამაზე არა მგონია იმიტომ რომ მე ახლაც მაქვს ეს რა ჩემი საქმიანობა ლიტერატურული საქმიანობა არანაირ კავშირში არ არის ამ ბრძოლასთან და რასაც უფრო მეტად ვერ ვაკეთებ ვიდრე ვაკეთებ და არც პირიქით ჩემს საქმიანობაში რამდენიმე ნაწერი მქონდა რომელიც პოლიტიკურ თუ სოციალურ პოლიტიკურ ჭრილში გადადის ისიც ჩემთვის ის პირადულია აი ლექსი რომელიც ახსენე ნეგატივი იმას სათაურში წერია ნეგატივი 20 წლის შემდეგ თან გვიანი რეაქციები მაგრამ ისე არ მაქვს რომ აი ცხელკვალზე რაღაც წერო და თან ჩემი ისი რა ქვია შესაძლებლობების და ზოგადად პოეზიის რაობის ჩემეული ხედვით ცხელკვალზე წერის იმასაც სივრცესაც მე ვერ ვხედავ რომ ხანდახან ხდება ეს უცებ ხდება თორე ის ლექსი იწერებოდა არ ვიცი 5-6 წელი სხვადასხვანაირად საერთოდ სხვა ლექსი იყო ანუ რაღაც ნეგატივური ხო ძალიან დიდი ბევრი წლის მერე მომწიფდა და ბოლოს ის ფორმა მიიღო რა ფორმაც საბოლოოდ არის ანუ საერთოდ სხვა იმით იწერებოდა თავისუფალ ლექსად ნაწილებად სხვა რაღაც იყო ჩვენ ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც თუ კი დაგვიჯერეს გამოვარიდებით ასეთ საქმეებს დიდ საქმეებს საკუთარ წვენში ვინც ვიხარშებით და ხანდახან თუ კი ხმამაღლა რამე დაგწდება მხოლოდ ვიწრო შინაურ წრეში და ისიც მაშინ თუ სასმელმა გაგვაამაყა
ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულ ვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ იქ შევდივართ სადაც გვიშვებენ, ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშვენით, ვინც დიდხანს არ ვის უჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით თუ კი სურვილს თვითონ იჩენენ, ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ არის წინასწარმეტყველება, თუმცა წინასწარმეტყველება იყო დიდი ხნის განმავლობაში. წარსულის გახსენებაც იყო და თან წინასწარმეტყველებაც, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ჩვენ მართლა ცხოვრობდით იმ გარემოში, როცა ვიღაცა რო განწირული ყვირო და მიშველეთ ქუჩიდან, ადამიანები კეტავდნენ, ხურავდნენ ფანჯრებს და ტელევიზორს ხმამაღლა აგუგუნებდნენ. თუ დენი იყო. როგორ? თუ იყო დენი. მაგრამ მანამდე მაინტერესებს გაქვს თუ არა განცდა, რომ იმით რაც ხდება ახლა ჩვენ გარშემო, აი ახალგაზრდებით, ძველგაზრდებით, ამ ხალხის გარეთ გამოსვლით, ვიღაცების დახმარებით, ხელის წაშველებით, წამოყენებით, ამ ლექსის ერა თუ წინასწარმეტყველება სრულდება. ხო, მაგის იმედი სულ მქონდა და განცდა, ახლა ნამდვილად მაქვს. და ისედაც ძალიან გაუგრძელდა მაგალექს არსებობა ამ განწყობით. ეს ხო არ არის იმედიანი რაღაც და ეს არა, მძიმეა. ხო და იქ ჩემთვის იყო იქ რაღაც რამდენიმე წამებული თუ რაღაც ისა მაქვს კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული რა არის გამსახურდია კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ანუ ეს სახელებით და სკოლიოებს არ ითხოვდა ლექსი, მაგრამ რეალური ამბები და ჩემი დამოკიდებულება აი პირველ რიგში ამ ლიტერატურული ამოცანა, როგორც თქვი, რომ რაღაც კი, მივხვდი. სულ რამდენიმე მაქვს აი ესეთი გარეთ გამოტანილი მცდელობა, ანუ დაბეჭდილი და ისე ჩემთვის ნაწვალები და არ გამოსული ლექსები ყოფილა ხოლმე და თუ ფრაგმენტები უფრო ალბათ, როცა ეს ქორო განმიზრახავს და რაღაცა გამოსულა და შენ გულისხმობ აი ამ ეპიზოდს, ხო? ეს ჩვენ დაუუპეთ საქართველოს ჩვენი გულწრფელი დასაზეპირო სიყვარულით, როგორ უმზერდით, როგორ ინდობით რამდენიმე წამებულ შეშკილს, რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები, ხოლო წვერებით თითო წყვილი ყვითელი ეშვი. ისინი მოკვდნენ, საზეიმოდ, თითქოს ელოდნენ და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი, უცებ იფეთქეს, დაალდნენ, ჩვენ კი უმღეროდით. ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი და დავიშალეთ. ამას გულისხმობ. ეს იგულისხმება ის ხალხი, ვინც ჩამოთვალა. მაინც და მაინც სახელით და გვარით არა გაწერილად, მაგრამ დიდება შენ მარჯვენას, რომ სახელებით და გვარებით არ არის ჩამოთვლილი. რატო დაუშვა თქვენმა თაობამ ის, რომ აი ამ ხალხის ფერფლი გაიხვეტა და თქვენ დაიშალეთ? უცოდინრობით მე ამ შემთხვევაში განათლებასთან კავშირში არ ვამბობ. ბევრი რამე არ ვიცოდით, ჩვენ ხო სრულიად მომზადებლები ამ საბჭოთა პერიოდიდან, რაც არ უნდა მოშვებული ყოფილიყო ეს არტახები 80-იანებში, რაზეც ვილაპარაკე, ხო. მაინც არაფერი ვიცოდით და ეს გაკუცა ჭოლოყაშვილი ეს კაცი ვინა იტყოდნენ არც სახელი ვიცოდით, ჩვენს ისტორია უახლეს ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნის ისტორიაზეც ბევრი არაფერი ვიცოდით იმ სამწლიან დამოუკიდებლობაზე. ინფორმაცია ჩაკეტილი იყო, თან მაშინ არ იყო ინტერნეტი, არა თუ მობილური ტელეფონია, ძალიან რთულად გაიცვლებოდა და მიიღებოდა ინფორმაცია და მომზადებლობით თითიც ბევრმა ისედაც თავიდანვე მავნებელმაც ისარგებლა და ადამიანები ძალიან ადვილად გახდნენ იმ წლებში მავნებლები და დღესაც არაკლებენ. მე აღარ მინდა სახელები, უბრალოდ დიდი პატივია. მაგრამ ჯერ კიდევ ვიცნობდი წინა ცხოვრებაში რამდენიმე აბსოლუტურად ნამუსგარეცხილ ადამიანს, ხა ბიზნეს რობოტებიდან, რომლებიც იყვნენ აბსოლუტურად სხვა ხალხი და რომელთაც დამსახურებებიც კი ჰქონდათ ახალი საქართველოს, უკეთესი საქართველოს შემზადებაში თუ ამ თავის სამუშაო რო ჩაატარეს და აბსოლუტურად გამოეცალათ ყოველ ჩვენ დღეს ვუყურებთ მორალურ, ინტელექტუალურ ვაკუუმს ამ ხალხში, ხო, აბსოლუტურად რო აღარაფერი დარჩა, ამიტომ და მაშინ დაიწყო ეს ადამიანების თვალდახელშუა გარყვნა. სულ მაინტერესებს ხოლმე ავტორის შინაგანი განცდა, რო ხდება, რომ ამაზე უკეთესი ვერ იქნება და სხვანაირი არ უნდა იყოს და მოდი წერტილს დავსვამ აქ. აი ნეგატივის შემთხვევაში რა ხმამ გიკარნახა, რომ აი ეს ფორმაა საჭირო,
და ამას გაგრძელებ. არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად როგორც ხდება ხოლმე ის ვიცი და მაშინაც როგორც ხდებოდა. უფრო ადრეულ წლებში, ანუ უფრო ახალგაზრდა და უფრო შედარებით დამწყები. იმის გონიერება არ მყოფილდა, რომ არ დამებეჭდა და მესწავლა თან ვაქვეყნებთ. სამწუხაროდ. მაშინ სხვანაირად იყო, მაგრამ მე ეს წერტილი ჩემზე ძალიან მოქმედებს, ორმხრივად მოქმედებს ჩემი თარგმნილებითი საქმეები და პირადად ჩემ რაღაცას რომ წერტილის დასმა თარგმანში უფრო მკაფიო რამეა, ვიდრე საკუთარ ნაწერში რომ დაასრულე. ხშირად ეს არის დაღლა, აღარ გინდა მეტი და რაღაცას გავს, ანუ ძალიან მარტივად იყო ამის ამბავიც და სხვა გაცილებით მოკლე და ნაკლებად საჯარო და ის კოლექტიურ მეხსიერებაში რომ ნაკლებად გადის ისეთი ტექსტებიც უბრალოდ რაღაც სახე მიიღო მე ვიცი რომ ეს თვითკრიტიკულობა და ისი პოზაში გადადის ხოლმე და ვისწავლე ჭკუარო ზედმეტად არ ვაძაგო ჩემი ნაწერები მით უმეტეს ძველი როგორიც ეგლექსი მაგრამ მეორე მხრივ ობიექტურად მართლა ისეა რომ დიდად არ აღფრთოვანებული არ ვარ ხოლმე რა განსხვავებით მთლიანი სამუშაოსგან ასე თუ ისე როგორც შემეძლო ისევ წერდი და ნუ მართალი რო იყო შენ საქმესთან მართალი რო იყო ხო მნიშვნელოვანია მელიორიზაციაშიც და პოეზიაშიც საერთოდ პოეზიის გარეშე სამყარო იგივე იქნებოდა და კონკრეტული ცალკეული ავტორის მთლად დანტე და შექსპირი რო იყოს მაინც ვერ გავიგებდით რომ ის აკლია ეს სლოტი თავისუფალია და იქ შეიძლება ღვთაებრივი კომედია ყოფილიყო მით უმეტეს ჩემი მაგრამ თლიანობაში ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ენისთვის კაცობრიობას ეთყობა ჰქონდა თავისი აუცილებელი მოთხოვნილებები როგორც ადამიანს ჭამა, სმა და ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნილება შეიძლება არის ეს რაღაც ამბების მოსმენა, ამბების მოყოლა და პოეზიის სახითაც რაღაც გაფორმების ჟინი შეიძლება საერთო ორგანიზმი კაცობრიობას კონდეს თორე რაღაცას პოეზია 21 საუკუნეში მეც კი ვიცი რა კომიკურად გამოიყურება რომ უნდა ვთქვა პოეტი ვარ თარგმნელს უფრო ვაწვევი ხოლმე რაღაც უფრო სერიოზულად ჭხერს უცნობ ხალხში მე საერთოდ ვერ ხედავ პოზის ნატამალს რაც თქვი და ძალიან ვაფასებ ხოლმე გულწრფელად ადამიანებს რომლებიც თამდაბლობით უყურებენ თავის საქმეს რაღაცები მინდა რომ წავიკითხო და მე იმას ვქნა როგორც საჭიროდ ჩათვლიდათ შენ საქმეს როგორც ხვდები, უყურებ როგორც ხელობას და არა როგორც ხელოვნებას, ხო? კი, უფრო მოხერხებულია. არის კიდევაც ხელობა და ძალიან კარგი სიტყვა მგონია ეს სწორი სიტყვა. და მუშაობის პროცესაც უფრო ასახავს ვიდრე თხზვა და რაღაცა შემოვლითი და ცოტა მაღალფარდოვანი ხო ხელობას და ნაწერებს ეს ტექსტი ცოტა კლიშეა და იშვიათად დღესაც ვახსენე მგონი სიტყვა, მაგრამ ნაწერები ჟანრობრივად პოეზიის იმაში კლასტერში გადის. შენ წეგან ახსენე ადამიანები, ნუ კრეფსითი ადამიანი, ვინც ვაკუუმს ქმნის, ხო, რაღაც ვაკუუმს, რომელშიც ამ ხალხის გამოკეტვა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით რჩებიან ამ ვაკუუმში და გამოღწევა არც კი უნდათ. აი მაგალითად ეს ნაწილი რო წავიკითხოთ, ხო? ჩვენ ვინც არასდროს ავტოზულ ვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ, ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არ ვისუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით თუ კი სურვილს თვითონ იჩენენ, ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ. ჩვენ გარშემო ხო არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ძალაუფლებისგან გარყვნას, უსინდისობას, ცემას დასახიჩრებას, წამებას, ქვეყნის წართმევას, ერთი ადამიანის მუდში მოქცეულ ძალაუფლებას, მაგრამ ვერ იჯერებენ. და არ ვიცი, მე მგონია რომ უკვე აღარაფერია დაუჯერებელი. არც ის ვიცი რა ჯობია შეგნებული მავნებელი თუ ის ვინც სინაკლემობანას თამაშობს დღეს და ნებისმიერ შედეგი ერთია ჩემს ცხოვრებას ამ ქვეყნის მომავალს ჩემს შვილებს ჩვენს შვილებს ვნებს ისა რა დღეს აღარ არის ამ რაღაცა არანაირი პოლიტკორექტურობის და არანაირი კორექტურობის დრო იმიტომ რომ დღეს ჩვენ ეხლა თუ გავთხოვდით ამ ქვეყანას ესენი კიდეც რო წავიდნენ მე რაღაც არანაკლები ანუ რაღაც მსგავსი მოვა ჩვენ თუ არ ვიდექით მაგრამ ჩვენ თუ არ გამოვიტანეთ დასკვნები ჩვენ არაფრიდან დასკვნები არ გამოვიტანეთ აი 80-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული არ მიყვარდა წინა ხელისუფლება მაგრამ მათ მომხრეებს არგუმენტი ქონდათ კაცო მე მეგონა რომ ჩემი არგუმენტი უფრო წონადია რაღაცა კამათის
ფორმატში და ჟანრში წყდებოდა და მარტო საგარეო პოლიტიკაში საშინაოს გარეშე არ იქნება დისკურსი იყო რაღაცნაირად. დღეს აბსოლუტურად დაცლილია ამისგან, ხო, მხოლოდ ანგარება ხო მარტო ფული არაა, თუმცა უმეტესობა ფულით არის მიბმული, უბრალოდ დოზებს გააჩნია. ეს ხალხი თავის ქონებას იცავს ჩვენგან, იმ ქონებას, რომელიც ჩვენვე მოგვპარეს. სხვა ის ხო არა აქვს, არც იდეოლოგია და არც იდეალები არაფერი არა აქვს, თამათ აბსოლუტურად დაიცალნენ და მაგათ შვილებს ვიცავთ კიდე. და აი რომ ირტყავდნენ ამ სპეცრაზმელებს, ვიცავ მე როსგვარდიაში ვერ წამიყვანენ ვერც ჩემ შვილებს და ამ ევროპაშიც ისედაც უცავს თოლმე უკვე და უბრალოდ საქართველოსთან წასვლა არ უნდათ, თორე ორივე იქ იქნებოდა ჩემი შვილები. ჩვენ არა მაგათ წაასხავენ როსგვარდიაში უკრაინელებთან საუბრად სასაკლაოზე. მაგათთვის ვიბრძვით ხო? მათ შორის. აი იმ ვაშკაცი პოლიციელი, რომელიც ჩვენებას იძლეოდა, რომ მე დამაკავა ქუჩის ერთ თავში და დაკავებული თავის თავს გადამცა ქუჩის მეორე ბოლოში. თვითონ იყო ორივე, ვერ მანქანაში კარგად მირთხა და სასამართლოზე ლირიკაც კი შემოიღო გარდა საზეპირო ტექსტისა. მე პირველ რიგში ქართველი ვარო და ხელბორკილებიან და ნაცემკაც უნდა ვურტყა თავში გამეტებითო, ეგ არის მაგისი ქართველობა. და მაგას წაიყვანენ წინა ხაზზე იმაში, რა ქვია, რუსები. ინტერვიუსთვის რო ემზადებოდი, გამახსენდა ესეთი ტექსტი წიგნის დასაწყის, შანტარამი, ეგეთი წიგნია გრეგორი დევიდ რობერტსის, რომელიც იწყება ესე. მრავალი წელი და თითქმის მთელი მსოფლიოს მოვლა დამჭირდა იმისთვის, რომ ქონოდა ის ცოდნა, რაც მაქვს დღესო სიყვარულზე, ბედისწერასა და არჩევანზე. და ეს ტიპი ამბობს, რომ მთავარსო მაინც მაშინ მივხვდიო, როცა კედელზე ბორკილებით მიბმულსო მირტყამდნენ. ჩემი შინაგანი სამყარო კიოდაო, მაგრამ ვხვდებოდიო, რომ ამ მომენტში მე მაინც ვიყავი თავისუფალიო და შემეძლო გამეკეთებინა არჩევანიო. მე შემძულებოდა ეს ხალხი, ვინც მაწამებდა და მხოლოდ ტკივილის მიქცევებს და მოქცევებს გრძნობდიო, შემძულებოდა ეს ხალხი თუ მიმეტევებინა მათთვისო. და აი ამ მომენტში, ამ არჩევანის გაკეთების მომენტში შეიძლება შენი ცხოვრების მთავარ იმასაც ირჩევო, რა ქვია, ვექტორს თუ აღარ მახსოვს როგორ არის. კარგად ვთქვამს, მე არ მაქვს საკითხი, ხო? ხო, ეს ოღონდ ეს ავტობიოგრაფია. სიმართლე კარგად. კი. შენ რა განცდა მე ეხა არც ნამეტანი ერთი ლოყაში დარტყმისას მეორე ლოყის მიშვერაზე მაქვს აქცენტი, მაგრამ აი შენ რას ფიქრობდი მაშინ, როცა ბორკილები გედო და გირტყამდნენ? იმ წამს რამეს ვფიქრობდიო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან წამებში მოხდა და აღმოჩნდა, როგორც იციან შემათრიეს აქვე ჭიჭინაძის დასაწყისში და ხო აღმოჩნდა, რომ გადაღებული ყოფილა, იმიტომ რომ მე იმდენი გარეგნულად არ მომჩნეოდა და ვისთვის მეთქვა, რომ მაგრამ დოკუმენტირებული აღმოჩნდა. ხო, მაგრამ რაზე ვიცინე? ანუ მე ხო მუხლი ხო ის იყო, რომ კორდონს ვარღვევდი, მცდელობა მქონდა. და უმისამართოდ იგინებოდი მთავრობის მისამართი. კი ბატონო, მაგრამ თავარი გარღვევა იყო ხა ეგ არის. ეგ არის ხო შეხმართი არის ჭიჭინაძის ქუჩა და ჩანდა ეს ამხელა სპეცრაზმი ქუჩის ბოლომდე იყო სულ ეს შავი კუნაპეტი სპეცრაზმელების რიგები და შენი პორტოხლის ტერიტორიაზე ამხელა წარმოდგენის საკუთარ ფიზიკურ მონაცემებზე რომ აი ამას შევჭროდი და ნუ კადრებში როგორ ჩანს გამირღვევი არა მარტო ცადე მაგრამ ბოლომდე გახვედი ბოლომდე გავედი მეორე რა იყო? აი მაშინ არა უბრალოდ არაფერს არ ვუტევებ არავის, მაგრამ ეს სიძულვილიც ხო ისეთი რამეა. მე არა ვარ თქვათ კარგი ხასიათის ადამიანი, ფეთხებათიც ვარ და წყენის გულში ჩატოვება იმაზე მეთხანს ვიცი, ვიდრე საჭიროა ხოლმე და გამოხატვის ფორმებით მაინც მე გამოვდივარ ტყუანი წამდე მართალი როცა ვარ. ანუ ეს ოპციები არ მივარგა, ადრე არ ვიყავი ასეთი ამორტიზირებულია მართლა საქართველოს საიდან აღარ მომიარა ცუდი უარესი კაცი გავიხადე ვიდრე ჩანაფიქრით უნდა ყოფილიყავი მაგრამ სიყვარულის თუ დამიპატარავდა ეს გული ასაკობრივია იცი სიყვარულისთვისაც აღარ მაქვს თავისუფალი სივრცე და რესურსი და მით უმეტეს ახლა ვიღაცა უსახო და ნიღბიანი როგორ მძულდეს მაგრამ იყო ნუ ძალიან მძიმე ის რომ აი ეს დარტყმას და წიხლის თუ მუშტი რომ დაგაწიო ყველა ცდილობდა დამარტყმევინე მართლა? ანუ ეს რომ კიდე ვიღაცას კიდე ვერ შორს იყო რა და ანუ მოშიებულები არიან ეს აგრესია რომ მეც დამარტყმევინე კაცს და
ხან ის ქვემოთ რო გაგდებდნენ ყველაზე ცუდი ეს იყო რაღაც მომენტში ამოყვინ მეც არ ვიცი როგორ აღმოჩნდი ქუჩის ბოლოში ანუ ამათქე და გადამცეს პოლიციამ გადამცეს იმ პოლიციელ მიხეილს რომელმაც ვითომ დამაპატიმრა და ხელში ამოვიდა ჩემი მისამართო გინება და ეგ იყო ხო მეორე მისამართო გინება მთავრობის მისამართით ოფიციალურად ეგრეთ ყვეს ხო? არა დადგენილებაში წერია მოსამართლის დადგენილებაში თუ განჩინებაში რაც ქვია მისამართო მთავრობის მისამართით დედის მისამართით აღარ ჩაწერეს როგორც მოსამართლემ იქ დააზუსტა და პროცესი მთავრობის მისამართით კერძოდ ვისი მისამართით ინტერესიანი კვალიფიციური მოსამართლე ჩანდა ბატონი ცეკვავა და შენ ცეკვავამ გაგიშვა ხო ახანოველი გამოდგა ძალიან ანუ 500 კაციდან 400 მაგან გაუშვა ერთ და იგივე ბრალდებით თქო პროცესს ცირკს ატარებდა არიზარებდა ანუ 1-2-3 საათი უნდა დაუფასო ვითომ იმით ეგიდება სიმართლე პატივი წეს ანუ ჩემთან მოწმეთ მოვიდა მართლა ის ვინც ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობდა უხეშად და მუშტებით მაგრამ მართლა იყო იქ და ძირითადად მოწმეები ადგილზე არ იყვნენ. ვიცი ეს. კიდე ერთი რაღაცა მე მავიწყდება ხოლმე ნიშანდობლივი ამბავი რა იყო იცი. მოსამართლე რომ თავაზობს სამოქალაქო ფიცდადებ თუ რელიგიურსო ეშმაკები სამოქალაქოს ირჩევენ. სამოქალაქო ფიც რა პრობლემაა ტყუილების მოყოლა და ღმერთთან საქმეს არ იფუჭებენ. მართლა ეგრეთ თავაზობს არ ვიცოდი. მოსამართლე ეკითხება სამოქალაქო თუ რელიგიური ფიცი და ირჩევენ სამოქალაქო. მოჭრილად სამოქალაქოს შეთანხმებულად აშკარად ყველგან ერთი გამოდგა მარტო ის უფორმოც იყო და რავი სულ ერთია. რომელიც გინდა ის იყოსო ფიციო. ხო და მამას რომ კონსტიტუციაზე დაიფიცებ თუ ბიბლიაზე თუ როგორ? და ღმერთთან საქმეს არ იფუჭებენ, რა იცი რა ხდება. ანუ ხო. ასე აკეთებენ და ძირითადად მოწმეები არიან სხვები, ანუ არაფერ შუაში რო არ არიან, იმიტომ რომ ეს არტიკულაციური უნარები შეურაცხყოფის გამო არ მეც არ გამოვირჩევი ამით და იქაც ცოტა ვინც დაიზეპირებს ჩვენებას და მე იქ ამის გადმოცემის სასამართლოზე შეცდომის გარეშე, იმიტომ რომ მე რომ 7 წლის წინ სხვა სასამართლოზე ვიყავი ის რაღაც პირადი ამბავი იყო. იგივე მსგავსი, მაგრამ ერთ კაცზე ფოკუსირებული. იქ მოწმეებს ეშლებოდათ ჩვენებები, რომ ზოგმა საჭესთან იჯდაო, ზოგმა უმისამართოთ იგინებოდაო, იქაც მე მეორედ უმისამართოს და ზოგმა საერთოდ აურიეს ჩვენებები, იმიტომ რომ მაშინ ვერსიებით შეუცვალეს და ხა პოლიციელად არ ვარგა რომელი ჟანგაბენები ეგენი არიან, რომდენი როლი დაიზუთხონ ერთ დილას. თან ეს პოლიციელის მუნდირის მოფრთხილება ხო როგორია ამხელა რავი ორი ჩემხელა ჩემზე ორჯერ ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ტიპები მოდიან და ქცემა პატივცემულო რა ამხელა ძალა ქონია და გვირთხა და რა მე რანაირად ქცემ და ეს მუშტი ახალგაზრდობაში არ მივარგო და არ ვიცი არ მივარჯიშია სხვა რამეებში ვარჯიშობდი მაგრამ ფიზიკურად არა და როგორ გავლახე 6 კაცი მაშინაც ეგრე იყო და ეხლაც ვარღვევდი მოკეთ ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვთ UFC-ში უნდა გადაგისვა ორგანოებს ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებს ის რა დღე რა ხდება რაზე ფიქრობს კაცი ციხეში მე ძალიან გამიმართლა ამ ყველაფრის მერე ამ დიდი გამართლება იმ პირველ ნაწილებს არ ერქვა და განსაკუთრებით ცუდი იყო გადაყვანის პროცესი თბილისიდან სამტრედიაში ჯერ ერთი არ იცოდნენ სად მივყავართ მარნეულით დაწყებული და ფოთით დამთავრებული ბევრი ვერს გზა და გზა ეუბნებიან მე გადაყავხართ მე გადავყავდით 5 მანქანით თურმე ზონობრივად თბილისის პოლიცია სადღაცამდე მე გიყვარს მე იქ ელოდები ხელები უკან შეკრული რაც ტკივნეული იყო მე მოდის გორის პოლიცია აღარ მახსოვს აღაიანიდან სადღაც გადასახვევამდე ვერ ვხედავდი იმ წუთში გარეთ ელოდები თუ მანქანაში მეორე ხელბოკის გადებენ და პირველს მე ხსნიან ანუ თავისი რო უკან წაიყონ და იქ იყო ახლა არ ვიტყვი რომელიც შემადგენლობა იმიტომ რომ მათ საქმე არ გაუფუჭო მართლა ადამიანურადაც მომექცნენ და ცოტა შემიმსუბუქეს ტკივილი იმიტომ რომ მე კი ვაშკაცურად ვითმენდი რომ არ მეკვნეს მაგრამ ნუ რაღაც ტკივილი ძვალი მერჭობოდა მე გატეხილია და წინაც ყოფილა გატეხილია გვიან გავიგე კი ეწერა დასკვნაში მაგრამ აქამდე ვეღარ წავედი კერდის ძვალიც და ზურგიც და რაღაც ერთად გარიტმული მქონდა უკან და წინ ორი გატეხილობა ხო და ერთმა დამინდოდა ეს ტკივილების როგორი დრო მოვიდა რომ ადამიანურად გექცევა პოლიცია ვერ ამბობ იმიტომ რომ არამე არ უთხრა იზოლატორში დასრულდა ის რა ქვია წვალება ჯერ ერთი გამიმართლა რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი რომელიც ჩემთან ერთად გას აქციიდან
ჩემთან ერთად გაასამართლეს 29 წლის ოთო ჭანტურია სხვა გზით, მაგრამ იგივე იზოლატორში და მეტიც ერთ საკანში აღმოჩნდით და ძალიან გამიადვილა ოთოსთან ერთად. უბრალოდ სიცილზე მტკიოდა, ეხლაც მტკივა, მაგრამ ბევრიც ვიცინეთ მიუხედავად ამისა. ზედამხედველებიც უფროსით დაწყებული თავაზიანი ხალხი იყო, თან იმერლები თავაზიანობა კიდე სხვა დონეზე ხდება და თან არ იყვნენ შშს ნაწილი, ალბათ ესეც თამაშობდა თავის როლს და კარგად გვექცეოდნენ, წამლები მქონდა და ანუ გამაყუჩებელი სხვა წამლები მე გულზეც მჭირდება ხოლმე დრო და ექიმებიც და ანუ იქ იყო ადამიანები, რის უფლებაც ჰქონდათ კამერებია, ერთია რომ ჩემი კოლეგა და ძვირფასი მეგობარი თორნიკე ჭელიძეც იქ იყო სამტრედიაში, ზედამხედველობა მითხრა, მაგრამ ერთმანეთს ვერ შეგვახვედრეს. წასვლისას შემომძახა სათვალთვალოდან და არ გააჩერეს, ვერ მოვასწარე. ის 5 დღით იყო და შენ 8 დღით, ხო? ის 7 დღით იყო, მაგრამ ერთმანეთს არ დაედოდ, მოკლედ ჩემზე ადრე გავიდა. რო გამოდიხარ და ხელს ორ კაცს ართმევ ხელს კადრები. ერთი უფროსი იყო და მე არა, მე ვიცი რა არის, მე რაღაც თუ სასაცილო საყვარლობები იყო, ჩემ ცოლს გუშინ ტელევიზორში ყავხარ ნახული და ეს თავაზიანი მოპყრობა პატივისცემაში და გადადის და ისედაც კაი მართლა ნორმალური მე არ ვიცი სხვა პატიმრებს იგივე ხალხი რას უშვება, მაგრამ მე საყვედური მართლა არ მეთქმის. სხვებსაც კარგად ექცეოდნენ, რაც მესმოდა, იმიტომ საერთოდ ერეფნიდან იქ ორი პატარა ბიჭი იყო, მაგარინაცემი წინა საკანში. ხმით და 1-2 დავინახე 20 წლის ალბათ. საერთოდ სხვა პატიმარი აღარ ყოლიათ იზოლატორებში. ანუ მე გავიგერო, ეხა ვერ ვიტყვი სად და როგორ, მაგრამ რაღაცა კრიმინალურ ამბავზე დაკავებული ხალხი გაუშვეს ხელწერილით, რომ სახლიდან არ გავლენ და გაათავისუფლეს ადგილები და რამხელა უგნურობა გააკეთეს. თელ საქართველოში ყველა იზოლატორში სინჯები წაგვიღეს აქციიდან, რომ ნორმალური ხალხი ყოფილვართ. ისინი ხო თავის ოჯახში იტყოდნენ ვიღაცა მეზობელთან, ანუ სატნემი რო არა ვართ, როგორც ღარიბაშვილი აჯერებს. იმათ მართლა სინჯები განთესეს მთელ საქართველოში ამ იზოლატორებში. მე მართლა გათეთრებული კაცი ვარ და ისა მართლა მერიდება რაღაცა ჩემზე უარესად იყვნენ და არაფერი გამიკეთებია, სკანდერებაც კი არ შემიძლია, ყვირილი ხო თქვი ჩემ ფეთქებად ხასიათზე, მაგრამ ყვირილში არ გადადის ხოლმე რა და არც ეს რუსებო თან რუსებო არ მომწონს სკანდერები. არ ვიცი, ესენი ვერ ფიქრობენ, თორე მართლა როგორ უნდა იცხოვრონ, არც როგორ უნდა იცხოვრონ და როდემდე ამყოფებენ თავიანთ ოჯახებს, ღმერთმა კარგად უმყოფოს შვილები და ოჯახები ყველას. მაგრამ როგორ უნდა ამყოფონ ვაკუუმში, რომ მათ არ შეეხოთ მამების და დედების სირცხვილი, ხო წარმოუდგენელია. ნახეთ არა 84 არა და იქნება 82-მა მიცეს ხმა და თან ეს რომ ახსოვს გაზაფხულზე რომელი რიცხვი იყო დამავიწყდა. საბოლოოდ რომ მისცეს ხმა და პარლამენტთან იყო დიდი ეკრანი და მე კარგი მართლა 1000 იმაში ვარ გამოვლილი და არაფრის იმედი არ მქონდა და ზუსტად ვიცოდი რაც მოხდებოდა, რომ არც ერთი დეპუტატი არ გაასხავდა და ყველა ხმას მიცემდა ამ სამარცხვინო მავნებლურ კანონს, ხო. ახალგაზრდები ხო იყვნენ გარშემო, რომ აი იმ წრემლებს ვინ აპატიებს და მაინც რაღაცის იმედი ჰქონდათ აი ამ ბავშვებს არ ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ მერიდება ხო. ხო და ამ ახალგაზრდებს რა ყველა იყო გარშემო თვალზე ცრემლმოდენილი და ატირებული, იმიტომ რომ ამათ უბრალოდ ამ ხელა ბოროტების არ ჯერათ, რომ აი ასეთი ცუდი შეიძლება იყოს ადამიანი და კარგია რომ არ ჯერათ, მაგრამ კარგია რომ არ ჯერათ. აი ცრემლზე გამახსენდა. ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა ყველა ჩვენ გარდა. ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა, რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით უწევით და ასე ვხდებით უკვდავები. ეგ ბავშვები რომლებსაც ბავშვებს არ ეძახი. რომლებიც ტიროდნენ, იმიტომ რომ ესეთი უსამართლობა და ღალატი იქამდე ნანახი არ ქონდათ. არის იმის შანსი, რომ ეგ ბავშვები ამ უსამართლობას შეეგუონ. მე ეხა ეს ის შემთხვევა, როცა ჩემი იმედი და გონივრული გათვლა ერთმანეთს ემთხვევა, რაც მინდა, იმის იმედი მაქვს. ამ ადამიანებს ინტერნეტი დახვდათ და მობილური ტელეფონია და ანუ ვეღარ აბნელებ რა ეს ინფორმაცია მართლა ჩრდილოეთ კორეას ესე რამდენიმე წელიწადში ვერ დააფორმატებს. ზვიად, მინდა რომ ვილაპარაკოთ ემიგრაციაზე. თორე შენ წლების წინ იძულებული გახდი, რომ აქედან წასულიყავი. მოდი აი იმ პერიოდზე მომიყევი, რას განიცდიდი, მაშინ როცა აქედან შორს იყავი. და მათ შორის უსამართლობის განცდაც ალბათ ტანჯავდა, იმიტომ რომ შენი ნების გარეშე
მოგიწია იქ წასვლა? აი იმ ძველ ამბებს რო აღარ დაუბრუნდეს ეს დეტალებში არა, რაც გარეთ ჩანდა, ანუ რაც ტელევიზიით თუ რაც მედიაში ჩანდა, ბევრად უარესი და გაცილებით მეტი ცუდი ხდებოდა იმ პერიოდში. სხვას რომ მოეყოლა და მე არ დაუჯერებდი ისეთი რაღაცები აქ სახლში შესვლებით და რაღაც ნაკირავები პატარა ოთახი მქონდა და ქუჩაში. ხოდა მეც ამ პირდაპირ ეთერში ცხოვრება არ შემიძლია. ეხლაც გავები, გავ ტელევიზორდი, მე ისევ ჩავძვრები ჩემს სანგარში, რომ ჩაივლის და ეხლა თან ჩემი დაზარების თუ იმის დრო არ არის, ეხლა არის ყველა სიტყვას ცოტა წონა შეიძლება კონდეს და მართლა მაგანც თვითონ მით უმეტეს შენთან ვინც დიდი ხანია ერთმანეთს ვაფასებთ გვიყვარს და გადაცემაც მიყვარს და მაშინ წავედი იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩემი თავისი მედიც არ მქონდა იმიტომ რომ სულ უნდა აკონტროლო თავი რომ არ აყვე იმიტომ რომ იგივე პოლიციელები თან ბედად ძალიან ახლოს იყო ის ჩემი ნაკირავების სახლი განყოფილებასთან სადაც თავიდან შემათრიეს და ნუ იქ რამდენიმე სერია იყო იქაც ერთ დოზას არ გაკმარებენ, ანუ იქ რაღაც ქუჩა, მანქანა, განყოფილება, მე გზა ისე ხო და იგივე პოლიციელები რომ მიწვევდნენ ქუჩაში და თან შვილებზეც მეშინოდა, ეხა მე მაშინ ბიჭი ლექსო ჯერ კიდე სკოლის მოწაფე იყო და ისედაც გძელით მა და გიტარით, იმიტომ რომ იქიდან 10 წლებში უნდა წასულიყო მოკლედ არაჩვეულებრივი მუსიკოსი. ხო და ისედაც ამათაც ქონდა შიში და ჩემ თავზეც, იმიტომ რომ მე ვერ ვარ ხოლმე დარწმუნებული საკუთარ თავში რომ რაღაც სწორი რეაქცია მექნება და სწორად ვიმოქმედებ და არც გამოცდილება მაქვს და ჩემზე უფრო მომზადებულმა თუნდაც საჯარო ცხოვრებაში გაწაფულმა ადამიანმა ძნელია რომ დაიცვა ბალანსი. რაც აქ ხდებოდა, ამაზე ბევრად მსუბუქი ხდებოდა იმ წლებში, მაგრამ შორიდან მართლა ძალიან ძნელი საყურებელი იყო. მე 2022-ის თებერვალში ომი დაიწყო უკრაინაში და აი ნებისმიერი მსგავსი პროგრამა მე ვიყავი ლიტერატურული პროგრამა ვენის ლიტერატურული სახლის სტუმარი ვიყავი 2 წელიწად ნახევარი მანამდე გრაცის კულტურული ქსელი ქვია კულტურ ფერმით რომ მათი სტუმარი ანუ ყველა გაფინანსებდნენ კურნალობდნენ ყველაფერი უფასო მქონდა და მე ისეთი თითითიც არ დამიდია რომ მე დამნანებოდა ის იქნა ცხოვრების წლები და უკვე ვერ დაბრუნებულიყავი ანუ მე თვითონ არ მიწვალია რაღაც სამუშაოსთვის მუქთად მეძლეო და ჩემ შვილებს სოციალური თავით არც ეხლა უნდა წასვლა დროდადრო მიდიან ხოლმე ევროპაში გოგონა სასწავლად ეგრე შარშანაც იყო გაცვლითი პროგრამით და კიდე იქნება იმედი ამათ თუ ბოლომდე არ ჩაგვაბნელეს ისედაც დადიოდნენ და ჩემთანაც ჩამოდიოდნენ და ეს უკრაინის ომი რო დაიწყო იმიტომ კი არა რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ და რაღაც ჯერ ესეთი ძალიან ცუდიც არა ვარ ობიექტურად მაგრამ უკრაინა მიყვარს უკრაინის ქალაქები ბევრი მეგობარი მყავს და წერილები და ვიღაცის ადგილს იკავები ხო ეგ განცდა ბევრი გარემოება ერთმანეთს დაემთხვა რომ ჩამოსულიყავი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულის და რა თქმა უნდა საქართველოს იმიტომ რომ შორიდან იყო იმიტომ მარტო გადადიხარ ჭკუაზე ახლა თბილისში საბურთალოზე რომ ცხოვრობ და აქ რაღაც ხდება აქაც კი მეშორება სანამ მე მოვახცევ და მით უმეტეს სადღაც ბერლინში გრაცში თუ ვენაში რო ხარ და აქ რაღაც უბედურებები ხდება აქ უფრო მშვიდად ვარ რა აი რაც საინტერესო რაღაც თქვი რომ მიუხედავად იმისა რომ რაც ჩვენ გარშემო დღეს ხდება არანაირი სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს და პირიქით ყველა ჩვენგანი სასტიკ შფოთშია მაგრამ მიუხედავად ამისა ამბობ რომ აქ რო ვარ მშვიდად ვარ ეგ რა ფენომენია შეგიძლია უფრო მშვიდად ვარ ვიდრე შორიდან ამაზე ბევრად უფრო მსუბუქ ამბებს არც ის იყო მსუბუქი მე 2019-ის ზაფხულის ამბებიც და 20 ივნისის შორიდან მომიწია და სხვა ყველაფერი რაც მომხდარა აქ მაგრამ გასაგებია ახლა არ მაქვს ილუზია რომ აქ რო ვარ რამეს უშველი ჩემი აქ ყოფნით მაგრამ შინაგანად ბევრად რთულია შორს ყოფნა და მე შეიძლება მომიწიოს რაღაც დროით წასვლა და ეხლაც არის შემოთავაზებები და ის იმიტომ უკვე ამ ამბების მერე მანამდეც იყო რომ გამწვავდა როგორც ავტორი არის რაღაც ორგანიზაციები პროგრამები რომელთაც ცოტა რომ თუნდაც შემაკეთონ რემონტი ჩამიტარონ ჯანმრთელობის მხრივ ხა იქ არიწოდნენ ჯერჯერობით არსაც წასვლა შეიძლება და წასული რო ვიყო ეხლა გამოვიქცეოდი მაგრამ რაღაც თადარიგი დავიჭირე და უფრო ადრე ჩამოვედი და რაღაც ფაზები შარშანდელი გაზაფხულიც და წლევანდელიც და ეს გავიარე საქართველოში. იცი რა ძალიან გადაუხო ხა მაგრამ საინტერესოა რომ მაინტერესებს აი
შენი რანგის პოეტები როგორ მუშაობენ ნაწერზე. ზოგადად ისე თქმის, რომ ნელა მუშაობდა, არა მარტო იმიტომ, რომ რაღაცა ბოლომდე გამოუძერწო და რაღაც ჩემი აზრით შესაძლებელი პიკამდე მივიყვანო ის უბრალოდ ნელა სიამოვნებს ამრიტებს უფრო მოვერგე ჩემი დანარჩენი ადამიანური რაღაც ბუნებრივი რიტმისა და თვისებების გათვალისწინებით და ნელა მუშაობ, მაგრამ მე ვთვლი რომ ისიც არსებობს ზოგი მუზას რო ეძახის ზოგი შტაგონებას და რაღაცა სწრაფად რო მოხდეს, მაგრამ მე სულ ნაგავზე ვმუშაობ, გეტყვი ახლა რას გულისხმობ. რაღაცა ფრაზები თუ ფრაგმენტები ყველა წიგნიდან რჩება, რომელიც არ შევიდა წიგნში. უმეტეს შემთხვევაში მე მაქვს რაღაცა მასალა, ეს შეიძლება იყოს ერთი აკვიატებული ფრაზა და შეიძლება იყოს ფრაგმენტი, ან ვერ დამთავრებული, ან თუნდაც დამთავრებული ნაწერი, რომელიც იმ წიგნს არ მოერგო კონცეპტუალურად, ან სხვადასხვა იმით, ტექნიკურად სხვანაირად შესრულებული და სულ რაღაც კუდები მრჩება და მე ისინი იწერ გრძელდება და ეგეთი უმეტეს შემთხვევაში მე ეგრე მაქვს ხოლმე და მე ნელა და დიდხანს, იმიტომ რომ მე კომპლექსებიანი ადამიანი ვარ, ანუ არა მარტო წერაში, აი რაღაც არ მომწონს და თან პოეზია ძალიან საჩოთირო საქმეა ყველაფერთან ერთად, რაც უფრო გულწრფელი ხარ, მით უფრო ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, რომ უკიდურესი გულწრფელობა ძალიან სასაცილო კომიზმად არ იქცეს. სიყვითლეში არ გადავიდეს. სალექსო სხეულში, იმიტომ რომ შეიძლება სასაცილო გახდეს ობიექტი რო შეხედო და მაგის კომპლექსიც მაქვს და იმისიც რომ თან მიყვარს ნელა მუშაობა, ისედაც ეგრე გამომდის უკვე ჩვევაშია გადასული. მაპატიე რა კიდე ერთხელ უნდა დაუბრუნდე ნეგატივს რახან მართლა ბოდიშ ნებაშენია. შენ ახსენე რომ შეიძლება იყოს ერთი ფრაზა, ნაგლეჯი, ის რაც ვერ მოხდა. ნეგატივის ამოსავალი წელი მარცვალი რა იყო, საიდანაც დაიწყო? იყო არის ერთი ლექსი, იყო არა არის ჩესლავ მილოშის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოლონელი პოეტის დიდი ხნის წინ 1946 თუ არ მეშლება წელს დაწერილი ლექსი მე პოლონურში ვერ ყვევი, ანუ ტექსტთან და ცოტა საუბრისასაც, ანუ ენის ცოდნა არ ქვია, მაგრამ რამდენიმე პოლონელ ავტორზე ვიმუშავე, პატარა დოზებით და ერთ-ერთი მილოშიც იყო და ერთი ლექსი აქვს, რომელსაც ქვია ევროპის შვილი, რომელიც არის ძალიან მაგარი ლექსი, მაშინ ვიცოდი მხოლოდ რუსული თარგმანი 90-იანი წლების დასაწყისში იოსიფ ბროდსკის ძალიან კარგი თარგმანი. ეს კონკრეტული ლექსი იყო, რომელიც მაჯადოვებდა, არის პოლიტიკური ლექსი. ჩესლავ მილოში ახალ ემიგრირებული იყო პოლონეთიდან, უკვე გასაბჭოებული პოლონეთიდან პარიზში და მაშინ არის დაწერილი. რაღაც მსგავსი რო გინდება ხოლმე, ხო გინდა პლაგიატი დაარქვა, გინდა დავლენა, მე მაქვს ხოლმე მოდელები, რომლის მსგავსიც მინდა გავაკეთო, როგორც წესი შევეჩვიო, იმდენად არ ემსგავსება, რომ ვერც პირველ წყაროს წაასწრებს, ვერ გამომიჭერენ გადამღერებაში და ის არის ვერლიბრი თავისუფალი ლექსით დაწერილი ნაწილებიანი, ასევე ქორო ისიც მქონდა ხოლმე. ასე წერდი და სრულიად სხვა რამეს, ანუ ერთადერთი რაც აკავშირებს პირველი სიტყვაა ჩვენ ნაცვალ სახელს. ის რა მაგარია? არავედრება აღარ რაღაც სხვა ხმაზე მაღალი. Verb nicht mehr. ძალიან კაია. იმაზე არ დავდებ თავს, მაგრამ რაც მახსენდება შენი თარგმნილი ავტორები, სადღაც 8 ისე ტიტანი გამახსენდა. რომელია 8? და აი ყველაზე რთული რომელია შენთვის სამუშაოდ? ყველაზე რთული სამუშაო ბოლო გონი ადამიანს ისედაც აი რილკე იყო წინა ნათარგმნი, რომელიც ძალიან რთული იყო, მაგრამ ბოლო იყო ტომას ელიოტის როგორც შემდეგ აღმოჩნდა უკანასკნელი ვრცელი პოემა, საერთოდ უკანასკნელი პოეტური ნაწარმოები 4 კვარტეტი და ეს იყო ყველაზე რთული. მე მუშაობდი ამაზე გრაცში, შემდეგ ვენაში, მერე თბილისში. ტექსტიც ვრცელია, რომელიც ითხოვდა და არ მქონდა ჩემი თავის იმედი გარდა წინა სიტყვაობისა და უბრალოდ კომენტარებისა ითხოვდა. მაგრამ ჩემი ტექსტი გამოვიდა ალბათ 3-ჯერ მეტი თარგმანზე, ყველაფერი რო განმემართა თან. ხო. თან მეზარებოდა კიდეც გარდა იმისა, რომ ჩემი თავის იმედი არ მქონდა ინფორმატიულ პროზაში. თან ძალიან ბევრი წყაროების საკითხვა უნდა, ანუ ერთია რაღაცას თარგმნი თავის თავად რთულ პოეტურ ტექსტს და მეორეა უამრავი წიგნი წაიეკითხო, გაიაზრო, იციტირო ტექსტში და ამ წიგნების დიდი ნაწილი ქართულად
ან სულ არ არის თარგმნილი, ან ქართული ვერსია იმდენად განსხვავდება, რომ ტექსტში არ მუშაობს, რომ ჩაამონტაჟო ციტატა. ისე აი რომელი პოეტი გახსენდება შენ ყველაზე მეტად? პირველი ვინ გახსენდება, ვინც შეძლო სხვადასხვანაირი ყოფილიყო სხვადასხვა დეკადაში. აი ბოუიმ რაც ქნა პირობითად მუსიკაში. ხო, ტიპი აქ სხვა იყო მე კამელეონი და ყოველთვის საუკეთესო ვერსია კამელეონის კი. პოეზიაში ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მუსიკოსები უფრო მოქნილები არიან აი ცვლილებებთან და ეპოქის ასახვები. ბგერა უფრო ადვილად ირეკლავს ალბათ ახალ დროებას და ადვილად იღებს თუნდაც ახალ ტექნოლოგიურ რაღაცებს, ვიდრე მხატვრული სიტყვა, სადაც რაღაც გაუბედაობის ელემენტი მეტია რა. ოდესღაც ტროლეიბუსის ხსენება და ტრამვაის ბევრს ვერ გაებედა, სანამ თქვა ჩოთა ჩანდლაზე პირობითად არ დაწერდა რეკვიემს სახელურიანი ტრამვაისათვის, ხო? ანუ მარტო ტექნოლოგიური პროგრესის თანამდებობ სიტყვებზე არ ლექსიკურადაც და ფორმებით განსხვავებულობის შიში მეტი არის ლიტერატურაში საერთოდ და პოეზიაში. წამხედულობის რისკიც მეტი არის, რომ რაღაცო დამკვიდრდება მე იმნაერის წერის, ვიდრე მუსიკაში. მუსიკა უფრო თუნდაც მუსიკას ეს ტექსტის, სასიმღერო მუსიკას არ ზღუდავს ტექსტის სტანდარტის ტექსტი იმდენად არის წინვალე, ხა ჩემთვის არის ლეონარდ კოენი გადასარევი პოეტი, ჩემს საყვარელ ბობ დილანზე უკეთესი ტექსტები, თუმცა ლიტერატურული ნობელი დილანმა აიღო, მაგრამ უმეტესად ტექსტი იმდენად არ ზღუდავს და იქ მაინც მუსიკასთან ერთობლიობაში და პოინტს როგორც პოეტის უყურებდა მუსიკის გავლენები, ხო, ახალ როკ მუსიკაზე ვსაუბრობ, მე ჰიპ-ჰოპს ვერ მოვყევი, ვიცი რომ ძალიან საინტერესო უბრალოდ უკვე უყურებ როგორც პოეზიას ჰიპ-ჰოპს, ცალკე აღებულს როგორც პოეზიას. რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს ის არ ვიცი გარედან ვიცი ზედაპირულად განსხვავებით ბლუზი და როკ-ენ-როლი დიდი გაგებით არაჩქარი სიმღერა, ანუ ესე რა როგორც ვიცი, ისე აღარ ვიცი ჰიპ-ჰოპი თუ ელექტრონული მუსიკა, ხდები ვაფასებ ხშირად ვერ უსმენ, ისე ძველს უსმენ. რო რამე ცხვირს არა უბზუებ ვინმე, აი როგორც მაგალითად ლეონარდ კოენი მიგაჩნია პოეტად და მუსიკოსად, იმავე აზრით ცხვირს არა უბზუებ ვიღაც ჰიპ-ჰოპის შემსრულებელს, რომელიც შეიძლება კარგი პოეტად ჩათვალოს. არა, სისულელია მე მთელი ახალგაზრდობა მაგ სისულელემ ამ რაღაცა სნობურმა დამოკიდებულებამ შეიწირა ჩემი რომ ეს რა ხო რაღაცებს არ ვკადრულობდი ვითომ და მე ვერც შემიტყდებოდი რომ ესეც მუსიკაა და ესეც ხელოვნებაა და ძალიან საინტერესო და თავისი დროის და თანის ჩემი ძველიც იმდენი მაგ გამორჩენილი აი ლიტერატურის არ იყოს ვერ ამოწურავ რამდენი რამე ვერ წავიკითხეთ და რაც სამიკითხავს ისინიც ხო სხვა თვალით წავიკითხე და ეხლა მაინტერესებს მე იმდენი ახლდა რომ წამიკითხავს რომ მგონია რომ გავიზეპირა ისიც კი თურმე არ მწოდნია და მუსიკაში მით უმეტეს არის ეგრე და უფრო ადვილადაც იღებ ვიდრე რომანს რომელიმე სარამაგოს რომელიც სიბრმავის გადაკითხვაზე ადვილი არის რომ 1-2 ალბომი მოისმინო შენთვის თუნდაც ცოტა უცხო მუსიკის და გაერკვე რა ხდება და ამდენად ნაკლებ დროში და უფრო მაგრამ გარედან მესმის მე არც ისე პატარა ბიჭი ვიყავი რომ ჯერ კიდე მქონდა იმედი რომ სმენა მქონდა უბრალოდ ხვებს არ ესმოდათ და სინამდვილეში და ვინოხერი წაეტანებოდა ბატისფრთას და პერგამენტს მე რომ მუსიკის რაიმე მინიმალურ დონეზე გადმოცემის უნარები მქონოდა. ანუ უპირობოდ იმას გაყვებოდი მუსიკას, რა თქმა უნდა, ხო? ესე მგონია ეხლა და დარწმუნებული ვიყავი მაშინ და ეხლაც მგონია რომ ასეც იქნებოდა. ისე რა საინტერესოა, სამაგიეროდ შვილს აღმოაჩნდა გადასარევი. დიდი ბედნიერება. არანაირი შური არ გაქვს. დიდი ბედნი არა შური არ მაქვს, უბრალოდ გარდა იმისა რომ მუსიკა დიდი ამბავია, დაცულობაც იყო, იცი თუნდაც საქართველოში არ ვიყავი და თინეიჯერი ბიჭი დავტოვე რაც ყოველთვის სანერვიულოა შორს ვიცი რომ ფრთხილი და მშვიდი ადამიანია ჩემგან განსხვავებით, მაგრამ მაინც ნერვიულობდა რამდენადაც შეიძლება დაცულად ყოფილიყო ეს მუსიკალური წერა მუსიკოსებთან ურთიერთობა და ეს საქმიანობა იყო ჯავშანიც ჩემს წარმოდგენაში და რეალურადაც ასე იყო. ძალიან გამიმართლა რაღაც მაგრამ მე იმდენ რამეში გამიმართლა რომ ცხენია და ეხლაც კიდე გაცილებით უკეთ ვარ როგორც თავიდან გითხარი ვიდრე როგორც წარმომედგინა იქ
უშუალოდ პროცესში რო წარმომედგინა რაღაც. ვიცი რა, თავში გამკრა რომ რაღაც ხეიბარე რო არ დავჭე და ფეხები მაინც მნიშვნელოვანია გადასაადგილებლად. შენ სანამ დაგიჭერდნენ, მე გნახე. გვახსოვს ალბათ ვიდაპარაკე. ერთად ვიდექით აი. ნუ აირია წავედი იქით რაღაც ავტომატ. ხო და მე კადრები ვნახე. და გახსოვს იმას აქ, ნუგზარ შატაიძეს აქ ერთ პოეტზე წერს მოკლედ რომ ყველას გემახსოვრებათო აკაკი წერეთელიო მარხილზე ესენი ულამაზესი ქალწულები არიან შებმულებიო და ციმციმ მიატარებენო და პარალელურადო შემხვდაო პარლამენტანო 90-იან წლებზე წერს პოეტიო რომელსაც ხელში უჭირავსო 1 კილოგრამი კარტოფილი და მწვანილიო რომელიც სახში მირაქო ამხელა სახეცვლილებაა და აკაკი წერეთლის ეს კადრი წარმოვიდგინე რამხელა ცვლილება იყო რომ აკაკი ესე მიყავდა შენ რო ეს შაოსანი ტიპები ხელდახელ მიყავხარ როგორ ცემაცემით იმისგან განსხვავებით. მასე უთხარი და კითხე შენ ჩემს პოლიციელ მიხელს რომ მას დამაკავა და თავის თავს გადამცა. ისიც დასძინა რომ ჭიჭინაძის ქუჩითვე სპეცრაზმელების ისა რა ქვია ლაღად გახსნილ კორდონში ამატარა. ანუ ის რა კადრებიც არის სინამდვილეში ავყავარ პოლიციელს და გზას გვითმობენ სპეცრაზმელები ეს კადრები მოსამართლეც ეკვალა არ ნახა, იმიტომ რომ რაშუაშია კადრებიო და არც სამედიცინო ცნობები, მაგრამ რომ მოусმინა დამაჯერებელი ეჩვენა პოლიციელ მიხეილის ჩვენება, რომ ორ ადგილას ერთდროულად იყო და შუაშიც თვითონ იყო, ან ბატონი მიხეილი და ამათ გამატარეს და უცნაური ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული, ასე ქუჩის თავში შეუძლია ყოფნა და ბოლოში. რა თქმა უნდა, მე ახლა მართლა ეს ჯიბრიკი ამჭის ახლა იქამდე მიმივიდეს საქმე, რომ რატომღაც ცეკვავაზე და ვიღაცებზე კონცერტი და სიტყვები დავახარჯო და მათი სახელი ვიმეორო, მაგრამ ყველა სამშობლოს უნდა ახსოვდეს თავისი გმირები. მე მგონია რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი იმიტომაც ხდება, რომ მათი წინამორბედები, ვინც ასეთივე ესეთ ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ისინი არ დაისაჯნენ. რა თქმა უნდა, ვინ დაისაჯა? მარშები მოდის, ლიტერატურის მარში უნდა მოვიდეს და ესე გრძელდება უკვე რამდენი დღეა? 17-18 დღეა, ხო? აი ეს ხალხი უნდათ რომ ამ ხალხმა ქვეყანა დატოვოს რა. ყველა მათი ოცნებაა რომ ეს ხალხი იყოს ემიგრაციაში. და თუ ეგრე დარწმუნებული ვარ რომ ეგრეც იქნება. უკვე ხო გავიარეთ ის ეტაპები, როცა სამწუხაროდ ბევრი რაღაცას ვერ ხვდებოდა ან ხავს ეჭიდებოდა და თავს იტყუებდა და ზოგი სირაქლემობანას თამაშობდა რომ არა კაცო ევროპაში მივდივართ და არა კაცო მე მაქვს ეგეთი განცდა რომ იქამდე მივლენს ადამიანს გაუშვებთ. ეგეთია რა საგანთა ლოგიკა, იმიტომ რომ უფრო უნდა გადაუჭიროს ხმაც რომ არ ამოვიღოთ იმ შემთხვევაშიც უარესი უნდა აკეთო ეხლა. ხო, უფრო უნდა და კონფლიქტი სემაზე შეურაცხყოფაზე ცილის წამებაზე და რამდენიმე დღიან თუ ზოგ შემთხვევაში წლიან ციხეზე ეს ყველაფერი აღარ გაჩერდება, ესენი ვერ გაჩერდებიან. ძულ ვართ რა ყველანი, რაც უფრო ახალგაზრდა, რაც უფრო ლამაზი, მით უფრო ძულ ვართ, მე კიდე ასაკობრივ ზღვარში შეიძლება ისეთი ის არ ვიყო საზიზღარი და საძულველი მათთვის როგორც ახალგაზრდა. ვინც მეთხანს იცოცხლებს და ეხსომება ესენი ვინც არიან. რაღაცებს ხო აი ცდილობენ რომ ნელ-ნელა შეგვაჩვიონ და ისეთები დამართეს ხალხს, ისე დალეწეს ვლებში რომ ჩემი მეგობარი ვატო ბჟალავა, აბსოლუტურად აი უწესიერესი კაცი, შრომელი ადამიანი, ძალიან შეყვარებული ამ ქვეყანაზე. კადრებში ჩანს რომ არანაირი წინააღმდეგობა არავისთვის არ გაუწევია, სახლიდან ეზოდან მოიტაცეს. და რო გავარკვიეთ ნაცემიო, არ არისო კაცო, ნაცემი ორჯერ ჩაარტყეს სახეშიო და უკვე იმაში და ერთხელ ფეხშიო. წარმოიდგინე, გვაჩვევენ იმას, ხო? არ ჩაურტყავთ და კიდე. ხო. ანუ მაგას ცდილობენ რომ შეგვაჩვენოთ ორჯერ ხელის გარტყმა განყოფილებაში. ეს არის წესიერი მოვლენა. კაი, ეგ იქით იყოს, ვატო გამოვიდა. სალამი ვატო. რატო არ ეღირს აი ამ შენობას წესიერი ძალები? რომ ბინადრები. წესიერი ბინადრები ძალიან ზუსტი სიტყვაა. აი მაიც პოეტის სიტყვა. რომელიც იფიქრებს იმაზე, რომ წინ წავიდეთ. ყველას ბრალია და იმიტომ არ ეგრს მთლიანობაში, შენიც, ჩემიც ყველას შეიძლება უშუალოდ ჩვენ იმდენი ხო, სადღაც თვალი მოუხუჭეთ რაღაცას. სოდვა ვერ დავაგროვეთ ცხოვრებაში, მაგრამ ერთ წელზე დიდხანს ტრიალებდით და ბოლოს მოვიდა ძალა. ამაზე მეტი რაღა უნდა ქთან, რა ვიცი, სულ ასე ვამბობთ, ფსკერს ვერ გავთვლით ხოლმე, სად არის მაგათი ფსკერი, მაგრამ არა. რთული ხონია მაგაც. ხო და ჭერს აქვის არა ქვია ზღვარი, თორე ფსკერს ეთყობა არა აქვს. როგორც აღმოჩნდა. ახლა არის მე როგორც ხვდები კინოს
ხალხია მოსული და რა თქმა უნდა ახლა ბევრს ვიცნობ და გულხურვალეთ გულშემატკივრობენ ქვეყანასაც და იმ ადამიანებს ვინც არიან უსამართლო პატიმრობაში. და განსაკუთრებით ალბათ ანდრო ჭიჭინაძეს რომელიც მათი წიაღიდან არის და აბსურდის გამოზის კაცი ციხეში. რას ეთყოდი იმ ხალხს ვინც ახლა ციხეშია? და ვერც ხვდება როდის გამოვა. იმედია მალე ძალიან. ცოტა ხანი, მაგრამ მეც ხომ მომიწია და მართლა თითოეული დღე არის საუკუნე, იმიტომ რომ აქ არ ხარ. პირველ რიგში აი რაღაც თითქოს დროს კარგავ მიუხედავად იმისა, რომ შენ დაუნებურად მოხდა და უსამართლოდ, უსაფუძვლოდ კიდეც გაილახე, კიდეც ჩაქსვესა. ისინი არიან ვაკუუმში, იმიტომ რომ ძალიან მწირი ინფორმაცია აი ხალხი მატულობს, რომელიღაც რეგიონში ხალხი შეემატა კიდევ ერთ ქალაქს ამ დონეზე რაღაცას ვიგებდით და რამდენიმე ზარის უფლება მქონდა იმით კანონმდებლობით თუ რაც ქვია, შინაგანა წესით და იმათ წუთში ვერასწრებ, იქით მე უნდა დავამშვიდო ჩემი ბირო ძალიან კარგად ვარ და აქეთ მე უნდა მან უგეშონ, ანუ ისიც მრუდეს არკესავით არის ის რამდენიმე წუთი, მაგრამ რო გათიშავ მე რა მოხდება 10 წუთში არიცი და ნერვიულობ და უმეტესობა ახალგაზრდებია. პირველ რიგში უსულვებდი მალე გათავისუფლებას და იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც იქ არიან და რისთვისაც უსამართლოდ ისჯებიან. ვიღაცები ხა ძალიან კაცისკვლელი თუ არ იყოს სახში გაუშვეს ხელწერილით, რომ გაათავისუფლეს ადგილი ჩვენთვის. აქციაზე დაპატიმრებულებისთვის. კი ბატონო, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც დამიჭირეს ამ ტალღაზე, აქვე პირველი ვიყავი, ან დარბევამდე შემითრიეს რა დამიჭირეს. ესე ლიტერატორები არიან? ლიტერატორები კი არა, მახინჯი სიტყვა, თუ სწორია ლიტერატორი. პოეტი არ მათქმევინო, ვინმესთან და ლიტერატორი, მწერალი, თარგმნელს უფრო ვაწვევი ხოლმე და ასაქცევ სიტყვებს ვიყენებთ, ან ყველა სიმართლეა ნაწილობრივ. ხო, აბა ერთ გავეგებოთ, ნახოთ რა ხდება. რაღაც ეგეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ აი რაღაც ყოველი მომდევნო მარში რო გამოჩნდება, იმედის კიდე ერთი ტალღა მოდის რა, ეგრე აღვიქვა. ლიტერატურის მარშია რამდენიმე ვიცან. როგორ ხარ? გადასარევა, ჩერ? გამარჯობა. კარგად, ამბობა მინდა გითხრათ, ამდენი ჯონის. ასან. აი აქ დაფტაზია ტრადიანი პოეტი. რეჟიმისაგან წამებული რეჟიმისაგან დევნილი მრავალჯერ. და მოვდივარ ნარინჯისფერი ბაირაღი. კი. აბა აღარ შენ კოლექცია დააგროვეს ჩემი ქურთუკების საგამოძიებო ორგანოებმა ახარ დამჭა. ჩამოვირბენ second hand-ებს და გავაახლებ გარდერობს წითელ ყვითელი. ივა პრივეტ. ბიჭო, ვიღებ ინტერვიუს, რა დაგემართა. ოპინიო. მე კვალიფიციური დიპლომატი ვარ, იმიტომ რომ ისტორია ყველაფერი ვიცი. ერთ სმენა არა მაქვს ჩემი თუ არ მღერი თორე ის. არ მიყვარს ფილმები და ისა get back-ი როგორ არ მაქვს. get back-ის ძველი ვერსია ლეთით ერქვა მოკლე. ზეპირათაც ვიცი, ლივერპულური ჟარგონი დავამხეცე სიბერეში. რესპონდენტების დიდი ნაწილი კი არა, ისე ყველა აქ დგას. არა, ერთი ორი მახსენდება, ვინც. დავიმღეროთ მე ტექსტები ყველა ვიცი. უბრალოდ ვერ მღერ. არ ვიცი. არ ვიცი. გამოვიდა ყელში. დიალექტია მეუბნება გაგიტყოხარცე, მაგრამ ყოველდღიურ ეთერს გორგი საუცანელი გულსუბი. მართლა რა გაგიხდა ერთი ეთერი. დაძვის ხეზე მეტად. ბიჭო, თუ გინდა მე ვარცა გავხსნით იმასა. ექნება შესაძლებლობა. სილაპარაკო. ბიჭო. DJ live. მოსთხოვეთ. ლაივი შეიძლება, ლაივიც მოვიდა სვარტ. როიცო. რა კარგი იქნება. მართლა რა კარგი იქნება. მნიშვნელოვანი. ნახე, რატიანს უმღერია ხალხო, გაიხედე. ნახე. No country. It's not hard to do. მე გიკარნა ხება ვერ მღერ. ძალიან გამარჯობა. ამ
კაცმა იმდენი გაჩაიტანა ქვეყნის გამო. არა, ამან and no religions too. მოდი მოусმინოთ სიმღერა. შვიდობის ერთი წუთი ვითხოვთ თქვენს ყურადღებას თუ შეიძლება. ჩვენი მოთხოვნები. თავისად სურვილი გაქვს ჩვენთან ერთად შეგიძლიათ წამოხვიდეთ. ძალიან კარგი იქნება თუ იქნებით ძალიან ბევრი, იმიტომ რომ და თუ ყველა წავალ, ძალიან გჭირდება ამას თქვენი თანადგომა ვითხოვთ ხის ეთერს. აჰა, ნიჭი არ მაქვს, მაგრამ ღიღინებს თურმე და მე მგონი კარგად ღიღინებს. მეგობრებო, ჯონ ლენონის ამ უკვდავი ჰანგით შეგვიძლია ჩვენი დღევანდელი ეპიზოდიც დავასრულოთ და გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი. აბა მქნეთიყავით და გამარჯვების დაუოკებელი სურვილით. ამ სიმღერაზე სათვალე უნდა ჩამოვიცე.